სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეხლა ჩვენ დავიწყებთ 78 ნაწილს, რომელიც 2022 წლის 5 ივნისს იქნა ჩაწერილი. ბოლოს ჩვენ შეხვდით 2021 წლის ოქტომბერში და ეხლა უკვე COVID იწყებს უკვე კლებას და თავისუფლება კიდევაც მე მგონი უკვე საზოგადოება და უკვე ხდება სხვა კითხვების დასმაც. მაგრამ ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ აქ საზოგადოებაში, ეხება ფსიქიკურ დაავადებებს. როცა ახლა საქართველოში რა სიტუაცია, მაგრამ ჩემთვის შოკის მონგრელი იყო პირველად, როცა ბრიტანეთის კოლუმბიაში, ვიქტორიაში ვიცხოვრე ამ ქალაქში, რომ ნახე ამდენი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ქუჩაში. და ეს ტენდენცია დაწყეულა გერა ჯონ მაკარტურის დაგვიდასურვეს, ბოლო ალბათ 10 წლეულებია, როდესაც ბევრი ფსიქიატრული სამონტყოფები დაკეტეს და პირდაპირ გაგებით გამოუშვეს ხალხი ქუჩაში, რათა საზოგადოებას ეპატრონა მათთვის. და ამ დროს გადააბარეს ისინი ქიმიურ საშუალებებს. პირდაპირ გაგებით ესეთ ნარკოდამოკიდებული გახადეს, ხო? იმიტომ რომ ფინანსები, ასევე დარვინიზმის იმდგომაც ასეთი იყო, ხო? მე როდესაც ვარჩევდი თავ ფურცელს, რომელიც შემერჩია, გამახსენდა ამადეუსის ფილმი, გახსოვთ ხომ? ძველ დროში, წარმოიდგინე რომელი დრო არის ეგა, ხო? ამადეუსის დროს იქაც კი ერთად იყო შეყრილი ეს ადამიანები და მიდიეს მღვდელი, რომ მოინანიოს ცოდვები და გაანთავისუფლოს. ხედავთ როგორი მიდგომა იყო მაშინაც კი. და ჯონ მაკარტური ხსევს თავის ახალგაზრდობას, როცა მას უწევდა პაციენტებთან მისვლა და გაიხსენებს ერთ-ერთ მაგალითსაც სამონტყოფოში, რომელიც ახლა უკვე დაიკეტა და უნივერსიტეტს გადაეცაო ეს შენობა. ესე იგი, მე უნდა ვაღიარო იქაც ბრიტანეთის კოლუმბიაში და აქაც ავსტრალიაში არ ვიცი სიტუაცია როგორი იყო. არის დაწესებულებები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან, ესე თქვათ, ისეთებისა, რომლებიც ალბათ ძალიან ავნებენ საზოგადოებას. ესეთის ხდება იზოლირება. და როცა ხდება ხოლმე მაგალითად აი თუნდაც უსახკაროები ჩვენ რო გვაქვს ახლა უფასოდ უნდა წავიყვანოთ, გადავიყვანოთ და არ ვთხოვთ უკვე ბილეთსაც ავტობუსში რო ამოდიან. და მით უმეტეს აი მე გავავრცელი კიდევ ვიდეო ტორონტოში, ახლა ნახეთ ეს არის ვაგზალი Union Stations რო უძახით, იქ რამოდენიმე როგორც რკინიგზის არის, ასევე ავტოსადგური არის, ძალიან დიდი ადგილი, ძალიან ბევრი არის უსახლკაროები. და გადააბარეს ადამიანებს, ხო ეს პრობლემა მოიხსნეს თავრობამ თავიდან და ისინი პრაქტიკულად განწირულები არიან. არ ვიცი ახლა ეს ნახეთ რითი შეიძლება ის აიხსნას თუ არა იმ წარმართობით, რასაც და უღმერთოებით, რასაც ჯონ მაკარტურის ასახელებს. და პიროვნება რომელიც სვავს, ასო სტენი ქვია ამას კითხვას, მას ყავს, ოჯახში ყავს ესეთი მდგომარეობა ესეთი აქვს და ახლა წარმოიდგინეთ რომ დაუქირაოს მას პირადი მოვლელი, ალბათ შეიძლება 5000-იც დაუჯდეს, ხო, თუ მეტი არა, მე ვიცი ესეც ხდიან ხოლმე ადამიანები. და ეს უკვე ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვერ გაწდება ვერავინ აბსოლუტურად. და ეს შეწუხებული ადამიანი სვავს ამ კითხვას. ყველა ფსიქიკური დაავადება დემონურია, თუ არსებობს უბრალოდ ფიზიოლოგიური მიზეზები ამისი. სალამი ჯონი ესალმება ყველას და ესეხსნის თქვენი სახელი თუ შეიძლება, დიახ, მე სტენი მქვია და უპირველეს ყოვლისა ძალიან მადლიერი ვარ თქვენი სწავლებისათვის. გმადლობთ სტენ. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ მასობრივი მკვლელობების, უსახლკაროების კულტურის გამ, რომელიც თulis რომ მამაკაცებს უკვე შეუძლიათ დაორსულება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გიჟურ სამყაროში შევდივართ და გიჟურ სამყაროში ცხოვრობთ. ჩემს ოჯახში მე მყავს ნათესავები, რომლებიც ფსიქიკურად დაავადებულები არიან. ამიტომ ბიბლიას როცა მიმართე, რათა რჩევები მიმოყვა, აღმოაჩინე, რომ ასეთი უზარმაზარი პრობლემისათვის, რომელიც ნამდვილად მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილზე, ბიბლიაში ცოტა რამ არის ნათქვამი. ასე რომ ერთადერთი რაც ვიპოვე ლუკას სახარების მერვე თავში, სადაც ქრისტე სამარხებში ცხოვრებ დემონურ კაცს ეხება და წერია, რომ ქრისტემ დემონები განდევნა და შემდეგ წერია, რომ კაციდან გამოსული ის გონს მოვიდა. ასე რომ ფიქრობ, რომ ჩემი კითხვა ასეთია, ყველა ფსიქიკურ დაავადებას აქვს დემონური კომპონენტი? თუ არსებობს ისეთი, როგორიცაა უბრალოდ ფსიქიკური დაავადება, ფიზიოლოგიური მიზეზებით გამოწვეული რაღაცა, ესე თქვი, დაზიანებებით ან ტვინის ან სხვა. და თუ ასე, რატომ არ განკურნა ქრისტემ მხოლოდ ფიზიკური დაავადების მქონე ადამიანი, რატო არ არის ესეთი მაგალითი მოცემული, და რატომ იყო მაინც და მაინც მხოლოდ დემონური ძალებით შეპყრობილ ადამიანებს რო კურნავდა. და ჯონ მაკარტური იწყებს პასუხის გაცემას და ძალიან საოცრად, ძალიან საინტერესოდ როგორც ყოველ სახასიათებს მას.
დიახ, მართლაც კარგი კითხვა სტენ, მადლობა ამ კითხვისათვის. ეხლა ვნახოთ შემიძლია თუ არა ამაზე უპასუხო. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი ღმერთი არ ასწამს, უკვე საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ მათი რაციონალური შესაძლებლობები არ ფუნქციონირებს. არამედ ეს ნიშნავს, რომ ისინი სიბნელის სამეფოში იმყოფებიან. ასე არ არის? ეს ნიშნავს, რომ ისინი ჰაერის ძალაუფლების მთავრის, სულის, რომელიც ახლა მოქმედებს დაუმორჩილებულ შვილებში, ძალაუფლების ქვეშ არიან, ანუ სატანის ძალაუფლების ქვეშ. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ არის მორწმუნე, გარკვეულ წილად ის მოქმედებს დემონური გავლენებით. ეს შეიძლება იყოს გარეგანი გამოხატულება ან კულტურის ზეწოლის მეშვეობით. მაგრამ მათში, მათ გაღწელებაში, მათ დაცემაში, მათ ბუნებრივ გადახრაში არის რაღაც, რაც ყოველთვის ატყუებს მათ. ანუ ისინი სიცრუის ტყვეობაში არიან. და გახსოვთ იერემიას მე-17 თავი, მე-19-ში რას ამბობს წინასწარმეტყველი, ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული. ვინ ჩასწვდება მას? ასე რომ წინასწარმეტყველი იერემიაც კი აღიარებს ამას, რომ ადამიანის გულის გაგება რთულია. ძნელი გასაგებია, ძნელია დიაგნოზის დასმა, თუ რამდენად მოქმედებს ადამიანი სატანის პირდაპირი ან ირიბი გავლენის ქვეშ. და რამდენად მიყვება ეს მისი ხორციელი ბუნება გარყვნილების გზას. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა განცდა, რომ ჩვენს კულტურაში ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს სჭირდებოდათ მოვლა და ზრუნვა. ეს იყო დღეები, როდესაც ჩვენ გქონდა ფსიქიატრული დაწესებულებები და ადამიანები ამ დაწესებულებებში საკუთარი და სხვების უსაფრთხოების გამო იყვნენ იქ იზოლირებული. მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა. აი მაგალითად კალიფორნიის შტატში არსებობდა ფსიქიატრული დაწესებულების მთელი ჯგუფი, სადაც თავს იყვნენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე საზოგადოებას და რომლებიც საბოლოოდ უსახკაროდ აღმოჩნდნენ ამ რეფორმების გამო, სადაც ვერ იცავენ საკუთარ თავს და ვერ გადარჩებიან. ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ხდებიან. პირდაპირ გაგებით ქუჩაში გაყარეს ისინი. მათ არ აქვთ გარკვეული სახის ფუნქციების უნარობა. მათ გააჩნიათ უნარობა ცხოვრებისადმი. არდა ისინი ერთდროს ერთად ყავდათ და მათზე ზრუნავდნენ. და ეს იყო ქრისტიანობის ერთადერთი შედეგი თავდაპირველ დასავლურ სამყაროში. ეს ქრისტიანების დამსახურება იყო, არა მარტო ეს, იცით, ძალიან ბევრი რამე ზრუნვა გაჭირვებულებისადმი. და ეს ყველაფერი თანამედროვე სამყაროს ნეო-წარმართობასთან ერთად დარვინიზმის წყალობით გაქრა. ვიღაცის გონებაში მოვიდა აზრი, ვიღაცის არასწორ წარმოდგენებში იშვა გაგება, რომ თითქოს და ამ ადამიანებს თუ ჩვენ ქუჩაში გაუშვებთ, რომ იცხოვრონ მარტო, ისინი უკეთესად გადარჩებიან საკუთარი უნარების გამომუშავებით. ამ დროს ისინი ნარკოტიკებზე და იცით რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი პირდაპირ გაგებით სატანის გავლენის ქვეშ არიან. და ეს სახეზეა ყველგან. ასე რომ ისინი ჩვენ გარეთ გავყარეთ და იქ დავტოვეთ ქუჩაში. რადგან ეს თურმე უფრო თანაგრძნობა ყოფილა მათთვამი. მაშინ, როდესაც ეს არანაირად პირიქით, ეს არის გულქვაობა და საერთოდ არ არის თანაგრძნობა. ხალხო მათზე ზრუნვა საჭირო და ეს უნდა ხდებოდეს. ჩვენარი საზოგადოების ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად წარმართული ის არის ის, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ესეთი ადამიანები. ხელისუფლებას უკვე აღარ აინტერესებს ეს ადამიანები. ისინი იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, სადაც ზრუნავდნენ, დაცულები იყვნენ, რომ საკუთარი თავისთვის არ ევნოთ და სხვებისთვისაც. სადაც მათი ცხოვრების დამანგრეველი გავლენა გარკვეულწილად მცირდებოდა. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენ საწყის კითხვას, რამდენად არის არამოქცეული ადამიანი სატანის გავლენის ქვეშ. და ამაზე პასუხი ნებისმიერ ინდივიდუალურ სიტუაციაში სხვადასხვაა. ახალ აქთამაში გახსოვთ ახალგაზრდა კაცი ცეცხლში იგდებდა თავს, რადგან დემონები აკონტროლებდნენ მას. და ფიქრობ, რომ ეს უფრო ბევრად
დემონურია, ვიდრე ხალხს რომ დაიჯეროს. იმიტომ რომ დემონები შეიძლება ყველაში მოქმედებდნენ. მე ვფიქრობ, რომ სატანა მოქმედებს სხვადასხვა გზებით, რომლებიც ჩვენთვის ისეთი აშკარა არ არის. როგორც ამ შემთხვევაში ზემო აღნიშნულ პიროვნებაზე მოვისმინეთ. და თუ გახსოვთ, როდესაც იესომ დაიწყო თავის სახურება სინაგოგაში, შევიდა სასწავლებლად და იქ ყომი დემონები პირდაპირ გაგებით ყვირილი დაიწყეს. ეს შოკი უნდა ყოფილიყო სინაგოგის წევრებისათვის. რადგან ესენი ჩვეულებრივი ადამიანები იქნებოდნენ. სინაგოგის საზოგადოების წევრები და არ იყო აუცილებელი ყოფილიყვნენ ესენი გარკვეულწილად რაღაცა გარეთა გამოვლენით, რომ ადრეც ჰქონდათ ეს გამოვლენი. ისინი გარკვეულწილად დემონების მიერ იყო შეპყრობილები, მაგრამ იმ დროს, როცა იესო შედის, ისინი უკვე ავლენენ ამას. და ქრისტეს ყოფნა გამოიწვიეს, რადგან მისი გავლენის ქვეშ დემონებმა თითქოს და დათმეს თავიანთი შენიღბვა და გამოვლინდნენ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ბევრად გავრცელებულია, ვიდრე ჩვენ გონია და გაცილებით უფრო გავრცელებული მოსახლეობის უფრო დახვეწილ ნაწილში, ვიდრე ჩვენ გვესმის. ხო, საქმე მხოლოდ კი არ ეხება უსახლკარო, ან ნარკომან ადამიანებს, ან გონებრივად რაღაცნაირად ნაკლულ ადამიანებს. არა, ესენი არ არიან მხოლოდ ისეთი ადამიანები, სატანა ყველაში მოქმედებს და პოლიტიკურ ლიდერებშიც კი აჩენს თავს. ამის საუკეთესო ილუსტრაციები არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებში ვხედავთ. გასულ სატანა როგორ აჭირვებდა საულ მეფესაც კი. ასე რომ ვფიქრობ, რომ ამის დიაგნოზის დასმა რთული იქნება, რადგან სატანა მიუწვდომელია და მასში უამრავი სიცრუეა და უამრავი შენიღბულობა. ამიტომ მე ამას მიუდგებოდი იმით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აღარ სატანის გავლენის ქვეშ. ეს იქნება ისე დონემდე, რომ თქვენ რაციონალური შესაძლებლობები დაიპყროს. ან უბრალოდ ადამიანი იყოს გარყვნილი. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შეიძლება საკრამოდ ნორმალურად გამოიყურებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა მაგას. ცოდვა ყველაფერში ვლინდება და სატანა ყველაფერში უბიძგებს ადამიანს. რა დონემდეც არ უნდა დაგეუფლოთ სატანა, გამოსავალი ყოველთვის ერთი და იგივეა. თქვენ სინაგოგაში ხართ, გარშემოყოფთათვის პასუხისმგებლიან, თაყვანისმცემელ ებრაელად ჩანხართ, თუ გადარინელ მანიაკი ხართ. სიტყვა გადარეულიც ნახეთ საიდან მოდის, რომელიც თავს ურტყავს კლდეს, გამოქვაბულში ცხოვრობს და ყოველგვარ რაციონალურ აზრს მოკლებულია. არა აქვს ამას მნიშვნელობა. გამოსავალი იგივეა და გამოსავალი ერთადერთია. და რაც არ უნდა მომხდარიყო სინაგოგის დამსწრესთან და თვითმმართველ ებრაელთან, ის იყო, რომ მას უნდა ეღიარებინა ცოდვა და მიიღო იესო ქრისტე როგორც მხსნელი. ასე რომ, როდესაც ქრისტე შევიდა მანიაკის ცხოვრებაში, ის მაშინვე გონს მოეგო. ის მაშინვე გახდა სახარების მახარებელი, როგორც ეს ჩაწერილია სახარებაში და მიგვანიშნებს. ასე რომ, არ ვიცი, ჩვენ გვაქვს თუ არა უნარი იმისა, რომ ყველას დიაგნოზი დაუსვათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანების ახლანდელი მოპყრობის საშინელება ის არის, რომ ჩვენ მათ ტოვებთ ქუჩაში, რათა თავად იცხოვრონ და თავად გაართვან თავი. ეს არის წარმართული, ვიმეორებ, უღმერთო მიდგომა იმ ადამიანებისადმი, რომელსაც სჭირდება სათუთი მოპყრობა, რომლებიც ღვთის ხატად იქნენ შექმნილი და ყველანაირად საჭიროებენ ზრუნველობას და თანადგომას. იგივე რაც ჩვენმა უფალმა გამოავლინა ასეთი ადამიანების მიმართ. ასე რომ ისევ და ისევ ჩვენი საქმე არ არის დიაგნოზის დასმა და ამის დადგენა. და არ ამგონია სწორი იყოს ჩვენ ქექოთ და ვეძიოთ და ვნახოთ, შეგიძლია თუ არა ამ ადამიანებში დემონების აღმოჩენა. და ახლა კიდევ ერთი კომენტარი ამაზე. ფსიქიკური დაავადება სულ სხვა რამ არის. თქვენს ტვინში შეიძლება იყოს რამე პრობლემა, რომლის დიაგნოზირებაც შესაძლებელია. რაც შეიძლება წაიკითხოთ გარკვეული ტესტებით და შეფასებით, ტვინის ელექტროენცეფალოგრამით. თუ თქვენ გაქვთ ტვინის პრობლემა, ეს შეიძლება ობიექტურად დადგინდეს და დიაგნოზი მოხდეს.
მაგრამ ჩვენ საუბრობთ ისეთ რაღაცებზე, რომელთა ობიექტურად დიაგნოზირება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რადგან ისინი ნარკოტიკებზე იყვნენ დამოკიდებული, ხანგრძლივი ნარკოდამოკიდებულების პროდუქტია, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციაზე. მე ყოველთვის მჯერა, რომ შეუძლებელია ნარკოტიკების მიღება ან ალკოჰოლის მიღება, ისე რომ თქვენი გონებრივი შესაძლებლობა არ გაუარესდეს. და ამის გამო შესაძლებელია ფსიქიკური დაავადებამდეც მივიდეს ადამიანი. მაგრამ ისევ და ისევ საკითხი არის ყველა ინდივიდის დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა. შეგვიძლია თუ არა ეს. მაგრამ გამოსავალი, მე ვფიქრობ, ყოველთვის გამოსავალი ერთია. ჩვენი კულტურის თვალსაზრისით, თანაგრძნობის თვალსაზრისით, ნებისმიერი თანაგრძნობის საზოგადოება, ნებისმიერი თანაგრძნობის კულტურა იპოვიდა გზას, რომ ეს ადამიანები ერთად შეეკრიბა, მieყვანა გარკვეულ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მათზე უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა. ჯანმრთელობის, კეთილდღეობის გარკვეულ დონეზე, რათა ეზრუნათ მათზე, როგორც ღვთის ხატად შექმნილზე. და შემდეგ ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ მათთვის სახარებაც გავაცნოთ მათ. მაგალითად, ადრე იყო, მე მახსოვს და ბერჯერ დავდიოდი, მაგალითად, კამარილოს ფსიქიატრული სამავთყოფო. კამარილოში უზარმაზარი ფსიქიატრული სამავთყოფო იყო. ეხლა ეს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემის კიდევ ერთი ნაწილი გახადეს. მიემატეს მას. ანუ ის დახურეს. არ და იქ ასობით ადამიანი იყო სავსე. და ბევრი მსგავსი სამავთყოფოები იყო მე მახსოვს კალიფორნიაში. თქვენ შეგეძლოთ იქ წასვლა და ადამიანებთან საუბარი. მე მახსოვს, როცა წავედით, შევხვდი იმ ადამიანებს, ქონდა შესაძლებლობა სახარება მექადაგა ზოგიერთი მათგანისათვის. მე შევედი UCLA-ის ფსიქიატრულ განყოფილებაში და ქონდა შესაძლებლობა სახარება მექადაგა იმ ახალგაზრდა ქალბატონისათვის, რომლებიც ცხოვრებად სატანამ ჩაიგდო ხელში. აუცილებლად საჭირო არის ანალოგიური სამავთყოფოების ქონა. მე მახსოვს, როცა იქ ეს გოგონა იყო, რომელიც ჩვენ ეკლესიაში დადიოდა და მოათავსეს ფსიქიატრულ განყოფილებაში. ეს იყო რბილი საკანი, არ ვიცი გაქვთ თუ არა ის ნანახი და ეხლა არ ამგონია ის იყოს, სადაც უბრალოდ აძლევდნენ მათ ნარკოტიკებს, რაც მათ ნარკომანებად აქცევდა. და ბოლოს მე ისე ქუჩაში გაყარეს ისინი. მე მახსოვს ეს რბილი საკანი იყო ლეიბებით გაწყობილი, რომ თავი არ დაეზიანებინა კედელზე მერტყმით. და მე როცა მის სანახავად წავედი, მის სახელი იყო ტომი ჯო, არასოდეს დამავიწყდება ეს. მე შევედი UCLA სამავთყოფოში და უთხარი, რომ მე აქ ვარ ტომი ჯოს სანახავად მეთქი და მე მითხრეს, რომ თქვენ მას ვერ ნახავთო. და მე უთხარი, მე ვარ მისი პასტორი მეთქი. არა, თქვენ მას ვერ ნახავთ, შეიძლება ზიანი მიაყენოთო. იმიტომ ის ღრმა სასოწარკვეთილებაში არის. და მე ვთხარი, სად არის, ხო შეიძლება მანახოთ მეთქი. დიახ, ის სპეციალურ ოთახშია, სპეციალურ რბილ საკანშია მოთავსებული და მე ვთხარი, რაღა შემიძლია ამაზე მეტი ზიანის მიყენება. უკვე მიყენებული აქვს ზიანით, ხო? და რას აპირებთ ამის შემდეგ, რა არის ამის შემდეგ, რა უნდა გავუკეთოთ, ხო? ამიტომ ეს საკითხი რო წამოვწიე, მე შემიშვეს მე ამ რბილ საკანში, დავჯექი მასთან, თვალებში შევხედე, ვესაუბრე როგორც ნორმალურ ადამიანს და ვთხოვე, გვერდზე გადაედო ეს, რასაც თამაშობდა, რაც ქმნიდა შთაბეჭდილება, თითქოს ის უკონტროლო იყო. სინამდვილეში კი ეს ასე არ იყო. ის ეთამაშებოდა საკუთარ გრძნობებს. და მე უბრალოდ ვესაუბრე მას ჯანსაღად. ვესაუბრე ქრისტეზე, სახარებაზე. და ის სრულიად დამშვიდა მერე და სრულიად გარდაქმნილი სიტუაცია იყო. ასე რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ ეიარსებოდა გზა ამ ადამიანებზე ზრუნვისათვის, რათა ისინი იმ დონეზე მიგვეყვანა, სადაც სახარებას მივაწვდით მათ. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა თქვა, რომ ღვთის სამჯავროს ნაწილი ამ ერზე ვლინდება სწორედ იმ გულგრილობაში, რომელსაც აჩენს ჩვენი სახელმწიფო, ამერიკა, ამ საზოგადოებაში, ამ ადამიანების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. გულისხმობ, რომ ჩვენ კლავ ჩვილებს, ქუჩაში სოციალურად უნარო ადამიანს ყრით ნაგავში, უსახლკაროებად ტოვებთ. და მაინც გვინდა მერე დავიცვათ ქალების უფლებები. რომ მათ მოკლან ჩვილები აბორტებით და უსახლკარის უფლებები, რომ იცხოვრონ ნაგავში. და ეს არის ჩვენი სისტემის გარყვნილება. რისხვა ამ ერზე. ასე რომ კიდევ ერთხელ ფიქრობ, რომ ის, რასაც ადამიანის ცხოვრებაში თქვენ ხედავთ, ბევრად უფრო მეტად სატანის პირდაპირი საქმიანობა, ვიდრე ეს ხალხს გონია
პირველ შეხედვაზე. კარგი კითხვა, მადლობა მოსმენისათვის.